წაუგებელი მატჩი დაუგროვდა გასული სეზონიდან დაწყებული და ფლობდა უპირატესობას თბილისური გუნდი, აქ საახიფათო ჩაწოდება, ბურთი რჩება საჯარიმოში დარტყმა და მცირე მანძილი. მარჯვენა ფრთიდან გულდუშაური კარგ პოზიციაში იღებს ბურთს, ნახოთ რა სიზავს. გადაიტანა მარცხენა ფეხზე, ჩაწოდა, დარტყმა არ შედგა, ვერ ნახოთ იქნება ალბათ რაღაცა გადაადგილება, შეიძლება არის ვერ გეტყვით და განგარიში გაიხსნა ამასობაში მე სადამ ცვლილებას ვაკვირდებოდი მამაგეიშვილი გატანილი გოლის ავტორი ძალიან დიდი მარჯვენა ფრთიდან აგიაკვა ჩაწოდება და მამაგეიშვილის არაჩვეულებრივი დარტყმა შვენიერი გოლი გამოუვიდა გიზო მამაგეიშვილს მესამე გოლი მიმდინარე სეზონში და მე-13 ზოგადად ეროვნულ ლიგაში სიხარულიძე და მამაგეიშვილი ორივე ერთად წავიდნენ ბურთზე, მაგრამ პირველი მე-11 ნომერი აღმოჩნდა გუნდის კაპიტანი და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. ტრადიცია არ ირღვევა ბოლო ძალიან ბევრი მატჩია ამ გუნდების შეხვედრაში. როგორც არ უნდა დასრულდეს, თითქმის ყველა მატჩში პირველი გოლი გააქვს იბერიას და დღევანდელი შეხვედრაც გამონაკლისი არ იყო. მამაგეიშვილმა გაუტანა პირველ ტურში თელავ, შემდეგ მაღალი ჩაწოდება თაური და არაზუსტია იონსე. ერთი სახიფათო იერიში და ყოჩახ ამ ეპიზოდში კლიაიჩი, თუმცა ვერ შეიმაქი. ოხრეიძე საჯარიმოშია, ნადარაია კარგად გაეხსნა ჩაწოდება და მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდება იონსენი, პასი ძალიან კარგი, ბაცაცია დარტყმა და მაკარიძემ აიღო მარჯვენა ფრთიდან კიდევ ერთი ჩაწოდება, იონსენი ვერ დაარტყა. ბოლო შეტევა, უკვე მეორედ ვამბობ ბოლო შეტევა, მაგრამ როგორც ჩანს დრო არის ჯერ კიდევ. დაასრულა მსაჯმა, შეხვედრა და იბერიამ მოიპოვა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. 11 ტურის შემდეგ 27